ქრონიკა სპეციალური გამოშვებით ბრუნდება პირდაპირ ეთერში. ამ წუთებში პრემიერ-მინისტრი აკეთებს კომენტარს. პირდაპირ ეთერში ვრთავთ ირაკლი კობახიძეს. ბატონო ირაკლი, ახალი მთავრობა არის დამტკიცებული აჭარაში, დავიწყოთ პირველ რიგში მინდა მეულოცო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს დღეს ოფიციალურად დამტკიცება თანამდებობაზე. ასევე მინისტრებს მინდა მეულოცო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელი დღე მნიშვნელოვნად განსაზღვრავს იმას, თუ როგორ გაგრძელდება ამ ძალიან ძვირფასი მხარის განვითარება. და დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი სულხანი იქნება ძალიან წარმატებული მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე. დღეს ჩვენ გვქონდა შეხვედრა უმაღლეს საბჭოს წევრებთან, ასევე მერებთან, საკრებულოების თავმჯდომარეებთან, აჭარის მთავრობის წევრებთან და გვქონდა საუბარი, რა თქმა უნდა, ყველა თემაზე, რაც არის დაკავშირებული აჭარის განვითარებასთან, ასევე ზოგადი პოლიტიკური საკითხებიც მიმოვიხილეთ და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მიულოცეთ ბატონ სულხანს თანამდებობაზე დამტკიცება და მადლობა გადავახადეთ ბატონ თორნიკე რიჟვაძეს 7 წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი გაწეული სამსახურისთვის ქვეყნის წინაშე და რეგიონის წინაშე. ეს უმაღლესი საბჭოს ხდომარად არ ახსოვს არავის მსგავსი მომხდარი ხო აკრედიტირებული მედია არ შეუშვით. რა სიტქმა გინდათ ამით, რომ რატომ მოხდა დღეს ახალი კანდიდატი წარადგინეს და დამალეს ვის ემალებით მედიის გეშინია მოხდა დღეს თქო რომ მე არ ვიყავი ჩართული ამ გადაწყვეტილების მიღებაში. ალბათ უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები გააკეთებენ განმარტებას, ვერაფერს გეტყვით ამის ნაკლებად. გახდა აუცილებელი როგორ მიგაჩნია სწორად მიგაჩნიათ რომ მედიის არ ამგონია აუცილებელი ყოფილიყო, ასეც შეიძლებოდა, ისეც შეიძლებოდა, თუმცა უმაღლესი საბჭო მე ვერ გაქცევთ ამაზე პასუხს, უმაღლესი საბჭო გაქცევთ პასუხს. სხვა პოლიტიკურ თემებზეც რომ გადავიდეთ, ბატონო ირაკლი, უნდა გითხოთ ფინანსური. ბატონი სულხანი არის არა მხოლოდ პოლიციელი, არამედ ის იყო ქალაქის თბილისის პოლიციის ხელმძღვანელი. ეს არის ძალიან მაღალი თანამდებობა, რაც მოითხოვს განსაკუთრებულ უნარებს, მოითხოვს განსაკუთრებულ თვისებებს, მათ შორის მენეჯერულ უნარებს. შესაბამისად, მას აქვს დაგროვილი ძალიან დიდი გამოცდილება იმისათვის, რომ სათანადოდ წარმართოს მუშაობა აჭარის მთავრობაში. მისი გამოცდილება, პიროვნული თვისებები, მათ შორის მისი კეთილსინდისიერება, მისი პროფესიონალიზმი იყო ის ძირითადი კრიტერიუმი, რომელთა საფუძველზეც არჩევანი შეჩერდა სწორედ ბატონ სულხან თამასაშვილს. თორნიკე რიჟვაძემ რა დაგიშავათ? თუ ირაკლი ღარიბაშვილის კადრებს ესე ერთმანეთის მიყოლებით იცილებული უაშვილი ნახეთ დანიშნეთ მეორე დღეს მოხსენით და ეს არის ერთგვარი სპეკულაციები, ჯერ ერთი როგორც მოგეხსენებათ, თორნიკე რიჟვაძე თანამდებობას იკავებდა 7 წლის განმავლობაში. თქვენ როცა ამბობთ, რომ ის არის ირაკლი ღარიბაშვილის კადრი, ეს არის არასწორი, ის იყო ქართული ოცნების გუნდის კადრი და ის არის დღემდე ქართული ოცნების გუნდის წევრი. ანუ შესაბამისად რა შუაში 7 წლის წინ დაიკავა თანამდებობა ბატონმა თორნიკე რიჟვაძემ. ის იყო და არის ქართული ოცნების გუნდის წევრი და ჩვენთან ასე არ ხდება ხოლმე და თქვენი მხრიდანაც არასწორია კონკრეტულ ადამიანებზე, კონკრეტული თანამდებობის პირების მიმა. რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძეს, თუ ვინმე იყო ჩართული უშუალოდ იმ პროცესებში, რომლებიც უკავშირდებოდა 7 წლის წინ ბატონი თორნიკეს მიერ თანამდებობის დაკავებას, ერთ-ერთი პირველი ვიყავი სწორედ მე. აქედან გამომდინარე, ეს არის სერიალი სპეკულაციები. რაც შეეხება ბატონი თორნიკეს გადაწყვეტილებას, მან მიიღო ეს გადაწყვეტილება და ალბათ უმჯობესია, რომ თავად გააკეთოს თუ საჭიროდ ჩათვლის კომენტარი საკუთარ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო თორნიკე რიჟვაძეს იმისათვის, რომ ის 7 წლის განმავლობაში პროფესიონალიზმით და ღირსებით ემსახურებოდა აჭარას მნიშვნელოვანეს მხარეს და მის განვითარებას. ირაკლი ღარიბაშვილის საგარი, ბატონი ღარიბაშვილის საგარი, რატომ არ ჩანს პარტიაში? ის არის პარტიის თავმჯდომარე და ჩართულია პროცესებში. რამდენიმე კითხვა მექნება ბატონო ირაკლი, პირველ რიგში კითხავთ ფინანსური წყაროების ფონდების შენაცვლებაზე, უმრავლესობაში საუბრობენ, რომ ანაცვლებენ ამ ფონდებს, რათა გავლენა მოახდინონ სხვა ქვეყნებში არჩევნებზე. ასე მოხდა მაგალითად USAID-ის შემთხვევაში და ახლა ბრიტანეთის საგარეო უწყებამ გამოაცხადა საგრანტო პროგრამა საქართველოში. როგორ ფიქრობთ, რას ემსახურება ეს პროცესი?
Deep State-მა თქვენ ნახეთ, რომ უკრაინაში ომის გახანგრძლივება დაავალა ევროპულ სტრუქტურებს, მანამდე ამერიკული სტრუქტურებიც იყო ჩართული ამ პროცესში. ეხლა თავიდან ბოლომდე ექსკლუზიურად Deep State-მა დაავალა ევროპულ სტრუქტურებს უკრაინაში ომის გახანგრძლივება. იგივე ხდება სწორედ ორგანიზაციების დაფინანსების კუთხითაც, ამერიკული ფონდებიდან აღარ ფინანსდება ასე ვთქვათ, ანტისახელმწიფოებრივი პროცესები, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში და სხვა ქვეყნებში და ეს ასე ვთქვათ, ტვირთის თავის თავზე აღებინეს ევროპულ სტრუქტურებს, რაც ძალიან სამწუხაროა, თუმცა თქვენ იცით, რომ მანამდე ორი ფრონტიდან გვიდევდნენ და აქაც მოახერხეთ საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა, თუ ევროპული სტრუქტურებიდან, ევროპული ბიუროკრატიის მიერ მოხდება ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების დაფინანსება, ამასთან დაკავშირებითაც ბუნებრივია გვექნება ჩვენი რეაგირება, ჩვენ უნდა დავიცვათ ბოლომდე ჩვენი ეროვნული ინტერესები. Deep State-ს აქვს თავისი ინტერესები, Deep State-ი ამისათვის იყენებს ევროპულ ბიუროკრატიას, თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები და ბოლომდე დავიცავთ ამ ინტერესებს. ეროვნული ინტერესი არის იმის არ დაშვება, რაც მოხდა უკრაინაში. უკრაინაში იყო და არის ომი, განადგურება, უზარმაზარი მსხვერპლი. რა თქმა უნდა, ამის საბრძოლოდ არის, ასე ვთქვათ, კარგი თანამშრომლობა ევროპულ ბიუროკრატიასთან, მაგრამ მერწმუნეთ უკრაინელი ხალხისთვის ეს დიდი ვერაფერი ნუგეშია. ჩვენი ამოცანა არა, მაგას არ ვამბობ. მე გაჩვენეთ რა სურათია დღეს უკრაინაში და მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოში ჩვენ მოვახერხეთ ამ სცენარის თავიდან არიდება, მეორე ფრონტის თავიდან არიდება და ამის გამო არის გაგულისებული Deep State-ი და ამაში და შესაბამის ქმედებებში იყენებენ ევროპულ ბიუროკრატიას. შეიძლება თემას ევროკომისიის წარმომადგენლებმა ერთ-ერთ ევროპულ პრესასთან თორსტები გააკეთეს ესეთი განცხადება, ასე ვთქვათ, აღიარეს, რომ გარკვეული მილიონობით ევროს ღირებულების ესე ვთქვათ საკლატო პროგრამა მიემართებოდა კონკრეტული პოლიტიკური ძალების დისკრედიტაციისა და ლობიზმისთვის კონკრეტული პოლიტიკური ძალების როლში აფასებს. ეს ძალიან კარგია. ჯერ აღიარება მოვისმენთ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, ახლა უკვე ვისმენთ ახალ აღიარებას ევროკომისიის მხრიდან. რაზე ჩვენ ვლაპარაკობდით გამჭვირვალობის სისხლები კანონის მიღების დროს. თქვენ გახსოვთ, რომ სრულიად სამარცხვინოდ ამ კანონს უწოდეს რუსული კანონი, მათ შორის ამერიკის წინა ადმინისტრაციის წარმომადგენლება, ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლება. სინამდვილეში ეს იყო NGO-ების გამჭვირვალობის კანონი და რევოლუციური პროცესების გამჭვირვალობის კანონი. ამ ფონზე ჩვენ როცა ვისმენთ აღიარებას არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ გახსოვთ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილიც ამ მესიჯით აიყოლიეს, რომ როგორ შეიძლება ვიღაცამ რაიმე ცუდი იფიქროს ევროპულ რუსეთის ინტერესი თუ სადმე გატარდა, ეს არის უკრაინაში, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთმა განავრცო საკუთარი ოკუპაციის არეალი უკრაინაში 2.5-ჯერ. დღეს რუსეთს დღეს საჩანს შედეგი მითხარ. საჩხება ევროპას. ნახეთ. სად უნდა ჩანდეს? რუსეთის დავალებებს საჩხება ევროპას. თეორიულად წარმოიდგინეთ თქვენ, რომ 2022 წლის ივნისში მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი. მერე რამდენიმე თვეში გაგვიხსნეს მოლაპარაკებები და გაგრძელდა ეს პროცესი. არა, ერთ სამი. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ივნისში მოგვანიჭეს სტატუსი, ხო? წარმოიდგინეთ მარტივად. ხო იქნებოდა ჩვეულებრივად გაგრძელებული ურთიერთობები, მაგრამ ვიღაცას მოუნდა, რომ კანდიდატის სტატუსი გამოიყენებინა საქართველოს წინააღმდეგ, რათა ჩვენი ქვეყანა ჩაერთო ომში. რომ მოენიჭებინათ სტატუსი, არავითარი პოლემიკაც კი არ იქნებოდა ევროპულ სტრუქტურებთან. მაგრამ თქვით რომ არ გინდათ სტატუსი უარი ბატონო ირაკლი. ჩვენ თქვით 2024 წლის ერთ წამს. იზოლაციაში მოგვაქცია. მაცადეთ პასუხს გავს. აი მოიცა. ესე იგი 2024 წლის 28 ნოემბერს 2024 წლის 28 ნოემბერს ჩვენ თქვით, რომ ჩვენი მხრიდან აღარ დავაყენებდით დღის წესრიგში მოლაპარაკების გახსნის საკითხს. ეს რას მოყვა? ჯერ 2022 წლის ივნისში
არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი და ამ საკითხს იყენებდნენ შანტაჟისთვის სწორედ ჩვენი შვილების წინააღმდეგ და ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ. შემდეგ წელიწად ნახევარი, მათაც არ მოგწონთ პასუხი, იმიტომ რომ თქვენი საწინააღმდეგო პასუხია, მაგრამ მაცადეთ. შემდეგ წელიწად ნახევრის განმავლობაში სწორედ ჩვენ მოქალაქეებს და ჩვენ შვილებს აშანტაჟებდნენ ევროპელი ბიუროკრატები, როცა არ გვანიჭებდნენ კანდიდატის სტატუსს. შემდეგ უკვე 2023 წლის დეკემბრიდან განაგრძეს ჩვენი და ჩვენი შვილების შანტაჟი, როცა არ გვიხსნიდნენ მოლაპარაკებებს. სამარცხვინოა. მოლდოვას რო ხსნი. ფაქტები გითხარით, თქვენ არ მოგწონთ. ევროპული ბიუროკრატია. თქვენ ხო იცით ევროპული ბიუროკრატია მიცარ? ევროპული ბიუროკრატია. ევროპული ბიუროკრატია იღებს გადაწყვეტილებებს. ევროპული ბიუროკრატია. თქვენ დაგუგლეთ და ვიკიპედიაშიც დაიჭერეთ ჩვენ და ჩვენ შვილებს აშანტაჟებდა ევროპული ბიუროკრატია, როცა 2022 წლის ივნისში არ მოგვანიჭეს სტატუსი, მე წელიწად ნახევარი არ მოგვანიჭეს სტატუსი და შემდეგ არ გაგვიხსნეს მოლაპარაკებები. ეს მიცეს მოლდოვას მიანიჭეს სტატუსი, რომელიც არის კორუფციაში ჩაძერული ქვეყანა, უსუსტესი ინსტიტუტები, დსთ-ევრი ქვეყანა და აქ ჩვენ გვეძახიან პრორუსებს და არ გვანიჭებენ კანდიდატის სტატუსს. ეს ხო სამარცხვინოა. გვეძახიან თუ გაგახარეთ? ეს დებატები საქართველოს შესახებ უნდა ემშელა, თუმცა ეხა ჩანიშნეს 10 აპრილისთვის ზოგადად ამ პროცესიდან რა მოლოდინი გაქვს და როგორ ჩვენ საინტერესო არის, ჩვენ თქვით რომ აღარ ვაჩერებთ ჩვენ საქმიანობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ახლა პრაქტიკულად გადასაწყვეტიც არაფერი აქვს. ჩვენი მხრიდან არის შეჩერებული ჩვენი საქმიანობა საპარლამენტო ასამბლეაში. კითხავთ ოპოზიციაზეც თვითმმართველობის არჩევნები გვიახლოვდება, მიიღებს თუ არა თქვენი შეფასებით მონაწილეობას, ან რა შანსები შეიძლება გქონდეს ოპოზიციას საქართველოს? საერთოდ ჩვენთვის საინტერესო არ არის გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვფიქრობთ წინა არჩევნებზე, გულისხმობს საპარლამენტო არჩევნებს, წინა არჩევნებზე ნაჩვენები შედეგის გაუმჯობესებას წინასე ავიღეთ 54%, ვფიქრობ, რომ აქ შეგვიძლია კიდევ უფრო მაღალი შედეგის მიღება და დარწმუნებული ვარ, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს. სენატორი შაჰინი იმედ გაცნობილია, რომ ანაკეის მასალამ პორტს ჩინური კომპანია არ აშენებს, ეს იქნება, რომ ტენდერში არც ერთ ამერიკულ კომპანიას არ მიუღია მონაწილეობა, როგორი არის თქვენ? არ ვიცი, ეს ძალიან ძიმედ შესაძლებელი განცხადებებია, რასაც ვისმენთ ანაკლიესთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ ჯერ ანაკლიის პროექტი იყო კონკრეტული კონსორციუმის ხელში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ხაზარაძე, ხო დღეს უკვე პოლიტიკოსი, ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსი ხაზარაძე, მას ჰქონდა ყველანაირი შანსი, რომ მოეზიდა ამერიკული ინვესტიცია. 0. ან მან რატო ვერ მოიზიდა, ან ამერიკელები რატომ არ დაინტერესდნენ. შემდეგ გამოცხადდა ოფიციალური ღია პროცედურა, ხო? რატო არ შემოიტანა არც ერთმა ამერიკულმა კომპანიამ? როცა ხარ ამერიკელი და არ მოგწონს ჩინური კომპანიის მონაწილეობა რაღაც პროექტში, მაშინ შემოგეტანა შენ განაცხადი. ცარიელი სპეკულაციები არ ვიცი ხარ. ეს არის Deep State-ის, ქალბატონი შაჰინიც არის Deep State-ის ერთი მორიგი, ასე ვთქვათ, თანამშრომელი და ამიტომ აკეთებს ასეთ განცხადებას. დაგესრულებიათ გრანტების თემა, შეიძლება რომ აბსოლუტურად თემა. ევროკომისიის განცხადება. ხო, გრანტებზე არ ვიცი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რასაც ჩვენ ლაპარაკობდით 3 წლის განმავლობაში, ახლა იგივეს იმეორებს ამერიკის ახალი ადმინისტრაცია და იმეორებს უკვე ევროპული კომისია, ხო? საქმე არის მარტივად. ყველამ ძალიან კარგად ვიცოდით, რომ კონკრეტული ფინანსები გამოიყოფოდა საქართველოში რევოლუციური პროცესების დასახალისებლად. ვინმე მალავს, რომ კონკრეტული ყველაზე მდიდარი NGO-ები პირდაპირ იყვნენ ჩართული რევოლუციურ პროცესებში. სცენაზე ავიდნენ 2022 წლის ივნისში, მთავრობის გადადგომა მოითხოვეს NGO-ებმა. ვინ ეკითხება NGO-ს მთავრობის ყოფნა არ ყოფნას, ხო? ეს არ არის NGO საქმე, ასეთი მოთხოვნა შეიძლება დააყენოს პოლიტიკურმა სუბიექტმა. მაგრამ არა უცხოეთიდან დაფინანსებულმა NGO-ებმა დააყენეს ასეთი მოთხოვნა
შესაბამისად, ხელის გულზადებს ის, რომ გარე დაფინანსება გამოიყენებოდა საქართველოში რევოლუციური პროცესების დასახალისებლად, ქვეყნის ასარევად და ხელისუფლებაში კოლექტიური ნაცმოძრაობის დასაბრუნებლად. დასავლეთი თქვენ გებრძვით რუსეთის გარდა, კრემლი გიჭერთ. და როგორ აპირებთ ბარემ განვაგრძობა? სულელურ კითხვებს უნდა დასვათ მომავალში თქვენთვის არის უკეთესი. ნახეთ ჩვენ როგორ მიიღეს საფრანგეთში მას უწოდებენ ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტს. თქვენ როგორ აპირებთ აი ამ ფონზე ევროკავშირთან ურთიერთობას, როდესაც ვერ თქვენ ხედავთ რომ სალომე ზურაბიშვილი არის ჩამოწერის რეჟიმში, როგორც ნებისმიერი ვადაგასული პროდუქტი და ეს ჩამოწერის პროცესი გაგრძელდება კონკრეტული პარტიების დაუპირისპირეს უკვე სალომე ზურაბიშვილს. ვადაგასული პროდუქტია. კი, ასე შეიძლება ითქვას. რომლის პლაკატზე თქვენი ფოტო იყო გამოსახული და ხალხს ეხუწებოდით. დავეხმარეთ 2018 წელს, თუმცა მაშინ თქვენ აცხადებდით მას მოღალატეთ და როგორც კი მან სამშობლოს უღალატა მაშინ უნდა გამოაცხადეთ გმირად. არა, როგორც კი სამშობლოს უღალატა სალომე ზურაბიშვილმა, მაშინ უნდა გამოაცხადეთ გმირად, იმიტომ რომ თქვენი მედია არის ღალატის მედია. რაღაც აგზელებს ხალხს. ვინ არის? ანუ ოქროაშვილსაც არაფერი აქვს სათქმელი ისევე როგორც სხვა ადამიანებს, რომლებიც განასახიერებენ წინა რეჟიმს, შესაბამისად ბუნებრივია, რომ მათ ეშინიათ საგამოძიებო კომისიის ხდომებზე დასრება. აბსოლუტურად ლოგიკურია. უამრავი დანაშაული აქვს ამ ადამიანებს ჩადენილი, შესაბამისად ეშინიათ გამოცხადება იმ პროცესზე, სადაც მოხდება მათი მხილება. პოლიტიკაზეც კითხავთ, ვიცით რომ კანონპროექტიც გადის მესამე მოსმენით, დღეს კიდევ დააკამს ნარკოლიზატორები, კიდევ ვთქვათ რომ როგორი პოზიცია აქვს ზოგადად სახელმწიფოს. კი, რა თქმა უნდა, თვითონ პრაქტიკაში კანონის რეალიზება არის კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი, ვიდრე კანონის გამკაცრება. ჩვენ გავამკაცრეთ კანონმდებლობა ამ სფეროში და მნიშვნელოვანია, რომ ფეხ ამას გაყვეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ უფრო მეტად გააქტიურება. არის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, რასაც ჩვენი ქვეყანა უნდა ებრძოდეს და შესაბამისად მაქსიმალური ყურადღება იქნება მომავალშიც მიმართული იქითკენ, რომ ჩვენ დავამარცხოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი სცენი, ეს არის საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ევროსაბჭოს ხდომა, რომელზეც ეკითხავს და ისო თქვენ პასუხეთ, დღეს იყო დაგეგმილი და გადაიდო და თქვენთვის შეაფასოთ ეს. ხო, არ ვიცი, შეიძლება თვითონაც არ არიან ჩამოყალიბებული არაფერს ეგეთ ერთხელ გაემერებ ეს ხდომა, რას ეძღვნება საერთოდ ვერ გავიგეთ. ჩვენ თვითონ შეჩერებული გვაქვს ჩვენი საქმიანობა ასამბლეაში და ჩვენ რაც შეჩერებული გვაქვს ის როგორ უნდა განეხილონ. ნუ აბსურდში არის ევროპული ბიუროკრატია შესული ამ შემთხვევაშიც. თქვენ ახსენეთ, რომ გუნდის წევრად რჩება თორნიკე რიჯვაძე, ხომ არ არის უკვე ცნობილი სათვიხილოთ მას? ჯერ ვერ გეტყვით, გვექნება თვითონ თორნიკესთან კონსულტაციები და ამის შემდეგ შეგვიძლია გითხრათ, როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი. თამაზაშვილი როგორ აიღებს ხელფას? საინტერესოა ეს ძალიან კარგად აიღებს ხელფას ბაბილი თამაზაშვილი. აი გაჩვენებთ. არაჩვეულებრივად აიღებს ხელფას, როგორც აქამდე იღებდა, როგორც არა, ოფიციალურად იღებდა აქამდეც და ოფიციალურად აიღებს მომავალშიც. როგორც ქალაქის პოლიციის უფროსი, ის იღებდა ოფიციალურად ხელფას, როგორც აჯარის თავრობის თავმჯდომარეც ოფიციალურად მიიღებს ხელფას. თქვენი სანქციები არ მუშაობს, ეს შემიძლია გითხრათ. ბატონო, თქვენ თქვით, რომ სალომე ზურაბიშვილმა უღალატა ქვეყანას, თუმცა კონკრეტულად არ მითხარით რას გულისხმობთ ხალხში. მე მაქვს ესეთი შეკითხვა, როგორც ჟურნალისტი. ვიტყოდი, რომ სამშობლოს უღალატა, თუმცა მას სამშობლო არ აქვს, ამიტომ ამბობ, რომ ქვეყანას უღალატა. თქვენ გაქვთ სამშობლო? რა თქმა უნდა, საქართველო არის ჩემი სამშობლო. საქართველო თუ აი ამიტომ უნდა კითხოთ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ, როგორც ჟურნალისტმა. თქვენ არ უღალატეთ ამ ქვეყანას და ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას, მათ შორის ქართული ოცნების ამ მომრჩევლებს, რომლებსაც ევროკავშირისკენ სწრაფვა ღია და აქ დაფიქსირებული კონსტიტუციაშიც მე ვარ ნახეთ დავასრულებ, თუმცა თქვენ გამოხვედით და პირდაპირ თქვით, რომ არ გვინდა, ამის შემდეგ მოხდა ის იზოლაცია, რაც ექსპრესიულია. პირდაპირ რუსეთში მიგხავთ. აფასებ თქვენ ექსპრესიულობას. ახლა რა ჩახა პასუხს. პასუხი არის შემდეგი, მე ვარ ძალიან პირნათელი ჩემი მოქალაქეების წინაშე, იმიტომ რომ ჩემი აგური მაქვს ადებული საქმეში, რასაც ქვია საქართველოში უკრაინული სცენარის თავიდან არიდება. რაც შეეხება TV პირველს, TV პირველი არ არის პირნათელი საკუთარი საზოგადოების წინაშე. პირველი არის, მაგრამ თქვენ რატომ უღალატეთ ამ ქვეყანას? პირდაპირ ეთერში უსმედით პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ქრონიკა ეთერში რამდენიმე წუთში ზუსტად 17 საათზე დაბრუნდება.